ქართული ოცნების დეპუტატი ტიტე აროშიძე გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი რექტორი. მე გეტყვით, რომ ამ არჩევნებში სულ ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან ტიტე აროშიძე და ასოციაცია ფლორა და ფაუნას გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე. თავად არჩილ გუჩმანიძემ რამდენიმე დღის წინ თავის Facebook-ზე დაპოსტა, რომ ის აპირებდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მან ასევე რამდენიმე პუნქტიც ჩამოთვალა, თუ რატომ უნდა მიიღო არჩილ გუჩმანიძეს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ რამდენიმე საათში ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, სადაც ის წერს, რომ მას ქართული ოცნების მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ. დღეს ჩემი პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ კეთილის მყოფელები და გადმომცეს ზევიდან ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო. პოსტები წაშალო და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გექნებათ შენ ან შენ ოჯახის წევრებსო. დღეს საღამომდე მომცეს ვადა გადაწყვეტილების მიღების. ხო და დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს. გელოდებით 21 იანვარს 14 საათზე რექტორის არჩევნებზე. ქართული ოცნების დაშინების მიუხედავად მან მაინც მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა დღეს სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ტიტე აროშიძე ქართული ოცნების დეპუტატი გახდა ამ არჩევნებში გამარჯვებული და სწორედ აი ახლა ჩვენ ვხედავთ პროტესტის წარწერებს, სადაც ქართული ოცნების 41 და რუსულ დროშაზე არის დატანილი და ვხედავთ თუ სტუდენტებმა როგორ გამოთქვეს პროტესტი ამ ამბავთან დაკავშირებით. ეს არჩევნები დღეს სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მცდელობა გახლავთ სწორედ ფაქტი იმისა, რომ ქართული ოცნება მიითვისებს ამიერიდან სრულიად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ საკითხს ასევე ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ირემაძე. თავის სოციალურ ქსელში ირაკლი ირემაძე წერს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისმა აკადემიურმა საბჭომ სუსის და ქოცების ზეწოლით თავზე დაასვა გპ-ში 2 წლის წინ გადოქტორებული ქოცი ტიტე აროშიძე, რომელიც აკადემიურ ბაზებში ფიზიკურად არ იგუგლება. თუ არ ჩავთვლით 16 წლის წინ ძმის სტატიის თანაავტორობას. სწორედ ეს განაცხადა ირაკლი ირემაძემ. სირცხვილია არა ტიტეს სუსი გვიტევს. სწორედ ასეთი შეძახილები ისმოდა დღეს სტუდენტებისგან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატი ტიტე აროშიძე, რა თქმა უნდა, მაინც გახდა ბათუმის უნივერსიტეტის მთავარი რექტორი.